ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მეკესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. კურიერმა ექსკლუზიურად ჩაწერა ასებ ჩარაგოვი, რომელიც ბოლნიში ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყო და კანდიდატურა ქართული ოცნების სასარგებლოდ მოხსნა. ეს გადაწყვეტილება დღეს ლელოში სუსის მხრიდან შანტაჟად და მოსყიდვად შეაფასეს. პარტიაში ამტკიცებენ, რომ მათ კანდიდატზე ზეწოლა განხორციელდა. თავად ასებ ჩირაგოვი კი კურიერთან საუბარში აცხადებს, რომ მასზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა და გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. ნანა გოგატაძე მოგვიყვება, რას აცხადებს ბოლნიში ლელოს ყოფილი მერობის კანდიდატი. ნანა, პირდაპირ ეთერში ხარ, გისმენთ. იმ ბრალდებებს და სიტყვებს, რომელიც დღის პირველ ნახევარში ირაკლი კუპრაძის მხრიდან მოვისმინეთ, სრულად აბათილებს ასებ ჩირაგოვის განცხადება, რომელიც კურიერმა ცოტა ხნის წინ ექსკლუზიურად ჩაწერა. ჩირაგოვი კურიერთან ყვება, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მასზე არ განხორციელებულა არანაირი ზეწოლა, არც შანტაჟი, არ მისულა მასთან არც რიგითი მოქალაქე და არც პოლიციელი, რომელიც ასე ვთქვათ მის გადაბირებას შეეცდებოდა და რაზეც დღის განმავლობაში დღის პირველ ნახევარში აპელირებდა თავად ირაკლი კუპრაძე, ბოლნისის მერობის ყოფილი კანდიდატი, ამბობს, რომ საერთოდ არ იცნობს ირაკლი კუპრაძეს არ ქონია მასთან ან პარტიის სხვა წარმომადგენელთან არანაირი კომუნიკაცია, განმარტავს გადაწყვეტილების მიზეზებსაც და ასებ ჩირაგოვი ამბობს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მან უარი თქვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე და მერობის კანდიდატურა, ასე ვთქვათ, დათმო არის ის, რომ მისი და პარტიული ინტერესები ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდის. ზეწოლა არ იყო არაფერში საერთოდ. არავინ ამაში არ ჩარეულა, ეგ არის ჩემი გადაწყვეტილება და ვფიქრობ, რომ სწორი ნაბიჯი გავაკეთებ. საერთოდ არ მისაუბრია მაგაზე, არც პოლიციელი, არც სხვა ვიღაცები, არავინ. ირაკლი კუპრაძესთან არანაირი ურთიერთობა და კავშირი არ აქვს. არასდროს სატელეფონო კომუნიკაცია არ გვქონდა. ბოლნისში მინდოდა, რომ ჩემი ისა, სადაც გავიზარდე, მინდოდა, რომ იქ ვემსახურო. და მე ვნახე ცოტა პერიოდის შემდეგ, ვნახე გავიკე, რომ აი ესენი სიმშვიდეს მოპირდაპირ რაღაცას აფირებენ და მე არ მინდა, რომ ამის წევრი ვიყო. ოპოზიციამ უკვე დიდი ხანია დაკარგა პოლიტიკური წონაც და პოლიტიკური რესურსი, ამას ამბობენ მმართველ გუნდში და დარწმუნებული არიან, რომ 4 ოქტომბერს მათი ოპონენტები დამარცხდებიან. ქართული ოცნების წარმომადგენლები ღიად ამბობენ იმასაც, რომ ახლა მათი ოპონენტები მოღალატეებს სწორედ ქართული ოცნების რიგებში ეძებენ და ამის დასტური ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის არის ის საჯარო განცხადებები, რომელსაც ხელისუფლების ოპონენტები ბოლო თვეების განმავლობაში ღიად აკეთებენ და ამ განცხადებების ადრესატი ხშირ შემთხვევაში არის სამართალდამცველები. თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენლები ახლა ურჩევენ მათ ოპონენტებს, ოპოზიციონერ ლიდერებს, რომ შეეშვან ფუჭი ძიების პროცესს. ბატონი კუპრაძეს ბრალდებები, რომ თითქოს ჩვენ ვართ რაღაცაში ჩარეული, რა თქმა უნდა, ეხა სხვანაირად ვერ ილაპარაკებენ, ხომ არ აღიარებენ იმას, რომ იმდენად მძიმე დღეში არიან, რომ კანდიდატების გაურბით, სიის წევრებიც ტოვებენ პარტიას. როდესაც ისინი ერთის მხრივ მოღალატეებს ეძებდნენ სამართალდამცავ უწყებებში და განცხადებებს აკეთებდნენ, კონკრეტულ ქრთამს პირდებოდნენ პირდაპირ ეთერში და ასე შემდეგ, ხომ? რა თქმა უნდა, სამართალდამცავ უწყებებში მოღალატეები ვერ მოძებნეს და ვერც მოძებნიან. შესაბამისად, ეხლა ჯობია რომ მიხედონ თავიანთ საქმეს. ზოგადად რადიკალური ოპოზიციის მათი ასე ვთქვათ პარტნიორი მდიდარი NGO-ების ხელწერა არის ეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე მოახდინონ თავდასხმა და დისკრედიტაცია სახელმწიფო ინსტიტუტების. სუსე რო გავაკეთოთ კომენტარი ბატონ მამუკა მდინარაძეზე, ბატონი მამუკას ნაირი უშიშროების ხელმძღვანელს ისურვებდა ნებისმიერი ქვეყანა, იქიდან გამომდინარე რომ იგი არის თავისი საქმის ძალიან მაღალი პროფესიონალი. ძალიან ბევრს არ მოწონს ბატონმა პრემიერმა მინიშნებაც გააკეთა რამდენიმე თვის წინ, რომ არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ადვილად არ დავასახელებთ, ყოფილი გუნდის წევრები, რომლებიც პირდაპირ აფინანსებენ ბატონ ხაბეიშვილს ამ შემთხვევაში, რამდენიმე რადიკალური ოპოზიციური პარტიის ლიდერს, რამდენიმე ჟურნალისტს და ასე შემდეგ, იქიდან გამომდინარე რომ ილაპარაკონ ის, რაც მათ დღის წესრიგ სჭირდება და აწყობს, თუმცა ეს ჩვენ ხელს ვერაფერში ვერ შეგვიშლის. შანტაჟი, ბულინგი, ზეწოლა, მოსყიდვის მცდელობები ამ ბრალდებების ადრესატი კოალიცია ძლიერი საქართველოს მხრიდან არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და კონკრეტულად მამუკა მდინარაძე. ამის შესახებ დღის პირველ ნახევარში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. მადლობა ნანა, თქვენ უსმენთ ნანა გოგატაძეს.
ირაკლი კუპრაძე ლელო ძლიერის საქართველოს წინააღმდეგ სუსის მხრიდან ზეწოლაზე, მუქარაზე, მოსყიდვასა და შანტაჟზე საუბრობს. კუპრაძის განცხადებით პარტიის წარმომადგენლები და მაჟორიტარობის კანდიდატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მძიმე წნეხის ქვეშ არიან. კუპრაძემ დაასახელა ლელოს ბოლნისის მერობის კანდიდატის მაგალითი, რომელმაც გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საკუთარი კანდიდატურა ქართული ოცნების სასარგებლოდ მოხსნა. კვირეების განმავლობაში გრძელდება განსაკუთრებული ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი და მოსყიდვის მცდელობა კოალიცია ძლიერი საქართველოს ლელოს წინააღმდეგ. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში მამუკა მდინარაძე სუსი არის დაინტერესებული, რომ მაქსიმალური ზეწოლა მოახდინოს ძლიერ საქართველოზე, ლელოზე და მის წარმომადგენლებზე, მის კანდიდატებზე მთელი საქართველოს მასშტაბით. თითქოს და რომ ბოლნისის მერობის კანდიდატმა ასებ ჩირაგოვმა მოხსნა კანდიდატურა ქართული ოცნების სასარგებლოდ. 4 დღის წინ ასებ ჩირაგოვი დაუკავშირდა ჩვენს პარტიულ ორგანიზაციას, წარმომადგენლობას, შეხვდა და გადმოგვცა გზავნილი, რომ მასთან მისული იყო მისი ოჯახის წევრი, ახლობელი, უახლოესი ნათესავი, მოქმედი პოლიციელი, რომელმაც შესთავაზა მას თანხის დასახელება კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ. ასებ ჩირაგოვის პასუხი იყო უარყოფითი. კოლექტიური ნაცები ცდილობდნენ, რომ ძალოვან სტრუქტურებში იპოვოთ მოღალატეებს, რისთვისაც უკან არ დაიხიეს არც ჩანტაზე, არც ბულინგზე, მათ შორის არც თანხების გადაცემის საჯარო დაპირებაზე, რასთან დაკავშირებით გამოძიებაც მიმდინარეობს და დაკავებულია ბატონი ანიტა ხაბეიშვილი, მიუხედავად ამისა, ვერ ნახეს ერთი მოღალატეც კი. და ეხლა ცდილობენ, რომ შემოგვიბრუნონ და ჩვენ დაგვაბრუნონ თითქოს რაიმე შანტაჟს და ზეგავლენას ვახდენთ მათსავე კანდიდატებზე, რაც არის აბსოლუტური ტყუილი, ვის რა შეაინტერესებს კოლექტიურ ნაცმოძრაობაში მყოფი და გაერთიანებული რომელიმე კანდიდატი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მიიღებს, იმიტომ რომ მათი ბოლო თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ არის დამარცხება და შესაძლებელია, რომ კანდიდატს საერთოდ არ უნდა დამარცხებაში მონაწილეობის მიღება. ფაქტია, რომ ისევ და ისევ ლელოლები, რასაც წარსულში არერთხელ გაუკეთებიათ, თვითონ ჩაიდენენ მოქმედებას, რომელიც ყველანაირი მოვალისგან არის დასწრილი და მე ვცდილობ, რომ ქართულ ოცნებას დააბრუნონ. მოღალატეების ძიებას თავი დაანებო სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებში ერთი მოღალატეც კი ვერ ნახეს ერთ საქამდე და ვერც მომავალში ვერ ნახავ. ირაკლი კუპრაძე გამარჯვების შემთხვევაში მუნიციპალური ორგანოს გაფიცვას და რუსაველზე ყოველსაღამოს სანქცირებულ საპროტესტო აქციებს აანონსებს. გეგმის ნაწილზე მერობის კანდიდატმა თავად ისაუბრა, ნაწილზე კი ვიცემერობის კანდიდატმა. ალეკო ელისაშვილის თქმით, თუ კი ირაკლი კუპრაძე 4 ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვებს, დაიწყებს გაფიცვების ორგანიზებას. ეს განცხადებები მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ ოპოზიცია ამომრჩეველს ატყუებს, როცა უკეთეს სერვისებს პირდება. რეალურად კი ქალაქის პარალიზებას და მუნიციპალური სამსახურების გაფიცვას გეგმავს. თუ გავიღვიძეთ თბილისში, მოდი თეორიებით და დაშვებით ვილაპარაკოთ რა, სადაც კუპრაძეა მერი და საკრებულოში უმრავლესობა აქვს ოპოზიციას. ამათ ხო გაედოთ ბაირამ დუდუქში მერე. მერე გამოვა კუპრაძე და იტყვის მეორე დღეს, რომ აბა მიდი გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა, წარმოიდგინე მუნიციპალური სამსახურები ოიფიცებია. მარტო ქუჩაში პროტესტი ხო? ამათ ამოვაყირავთ მთლიანად. მეტროს საჩერებ, ავტობუსს საჩერებ. მუნიციპალური სამსახურები არ მუშაობენ. აი ერთ კვირაში დაერხევოთ. წარმოუდგენელი ადამიანები იბრძოდნენ მერობისთვის და იდეა კონდეთ ის, რომ მუნიციპალიტეტის მუშაობა შეაჩეროს. უნდა გააჩეროს ქუჩების რეაბილიტაცია, უნდა გააჩეროს გამზირების რეაბილიტაცია, უნდა შეაჩეროს იმ გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახების ადამიანების მხარდაჭერა, რომელსაც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა პროგრამებით ახორციელებს. უნდა შეაჩერონ ბაღების მშენებლობა, უნდა შეაჩერონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. წარმოუდგენელია, როდესაც ამ ტიპის განცხადებებს ვისმენ და შემთხვევითი არ არის ის, რომ ამ ადამიანებს არანაირი რეიტინგი არ აქვს, ამ ადამიანებს არანაირი მხარდაჭერა არ აქვს საზოგადოებაში და 4 ოქტომბერს ყველას შესაბამის პასუხს გასცემს ამომრჩეველი. გაეროში გენერალური დებატები გაიხსნა. ამ წუთებში მსოფლიო ლიდერებს დონალდ ტრამპი მიმართავს. ნიუ-იორკშია საქართველოს პრეზიდენტი და ქართული დელეგაცია, რომელიც გენერალურ დებატებს ესწრება. მიმდინარე კვირაში კი დაგეგმილია გაეროს სესიაზე მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლა. პრეზიდენტი ასევე დაესწრება დონალდ და მელანია ტრამპების ოფიციალურ მიღებას, რომელიც დელეგაციათა მეთაურებისთვის ტრადიციულად ყოველ წელს იმართება. გაეროს სესიას აშუქებს თამარ თათარაშვილის ნიუ-იორკიდან გვერდება თამარ გისმენთ.
ზუსტად 1 საათის წინ გაიხსნა გენერალური ასამბლეის გენერალური დებატები გახსნის ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, რომელსაც უმასპინძლა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა და ამ წუთებში მე-80 სესიის მონაწილეები უკვე ისმენენ სიტყვით გამოსვლებს. გაეროს გენერალურმა მდივანმა უკვე მიმართა მე-80 სესიის მონაწილეებს ანტონიო გუტიერეშმა ისაუბრა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის იმ მთავარ მიზნებზე, რომელიც არის გაწერილი 2020 წლისთვის და ერთ-ერთი მთავარი ეს არის მშვიდობა და უსაფრთხოების გარანტიები, უსაფრთხო გარემოს, სტაბილური გარემოს შექმნა მსოფლიოში და არსებული გამოწვევებისა და კონფლიქტების მოგვარება. ანტონიო გუტიერეშმა მე-80 სესიის მონაწილეებს მოუწოდა და თქვა, რომ მნიშვნელოვანია არსებული კონფლიქტების დროული მოგვარება, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში, იმ კონფლიქტების გადაწყვეტა, რომელიც არის მათ შორის ღაზას სექტორში, სუდანში მიმდინარე პროცესები, რადგან მისი თქმით ცალსახა და ნათელი არის ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად იმ შემთხვევაში თუ კი ჩამოყალიბდება საერთო ხედვა, საერთო სტრატეგია, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპები იყოს დაცული, რადგან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა. ამის შემდგომ უკვე როგორც ვიცით, ერთ-ერთი მომხსენებელი არის დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ბუნებრივია საინტერესოა, როგორი იქნება მისი აქცენტები მე-80 სესიის მონაწილეებთან მიმართებით და ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ლიდერები გაეროს უმაღლეს ტრიბუნას გამოიყენებს საქართველოს პრეზიდენტი, რათა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პოზიცია დააფიქსიროს საქართველოსთან მიმართებით იმ მთავარ პრინციპებზე, საქართველოს პერსპექტივებზე და მთავარ მიზნებზე, რომელიც აქვს ქვეყანას გაწერილი მომდევნო წლების განმავლობაში. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს ექნება საკმაოდ დატვირთული დღეს წესრიგი. დაგეგმილი არის მისი შეხვედრა ანტონიო გუტიერეშთან, გაეროს გენერალურ მდივანთან, სადაც ვიცით, რომ საუბრის მთავარი თემა იქნება უსაფრთხოების გამოწვევები, რომელიც არის კავკასიის რეგიონში, რომელიც არის საქართველოში და მათ შორის საუბარი არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გარდა ამისა, დღეს მიხეილ ყაველაშვილი არის მიწვეული სხვა მსოფლიო ლიდერების მსგავსად დონალდ და მელანია ტრამპების მიერ ორგანიზებით გამართულ ვახშამზე. ჩვენს წინაშე მდგარი არჩევანი არ არის იდეოლოგიური დებატების ნაწილი. ეს მილიონობით ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. უნდა ავირჩიოთ მშვიდობა, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართალს. მშვიდობა ჩვენი პირველი ვალდებულებაა. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნები ისე იქცევიან, თითქოს წესები მათზე არ ვრცელდება. ჩვენ ვხედავთ სისასტიკეს, რაც უნდა დავგმოთ. დავგმოთ საშინელი კონფლიქტები. ჩვენ რაც შეიძლება სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ სახიფათო ტენდენციები, ძალადობა და ანექსიის მუქარა ყველგან უნდა შეწყდეს. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშია საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც მართავს სხვადასხვა სახის შეხვედრებს მათ კოლეგებთან. მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს პირველ დიპლომატს უკვე ჰქონდა შეხვედრა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან და ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან. ამ შემთხვევაში საუბრის მთავარი თემა შეხვედრის ფარგლებში იყო ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა, სავაჭრო და ეკონომიკური გაღრმავების პერსპექტივები და ის რესურსი, რომელიც არსებობს საქართველოსა და საამიროებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. საქართველოს დელეგაცია, როგორც აღნიშნეთ, ვიზიტს ნიუ-იორკში განაგრძობს. დაგეგმილი არის მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლა გენერალური დებატების ფარგლებში. მადლობა თამარ, ეს იყო თამარ თათარაშვილის ჩართვა ნიუ-იორკიდან. გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა ქალთა უფლებებზე მსოფლიოში და საქართველოში ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით საკანონმდებლო რეფორმებზე, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობაზე. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების საკითხებს. მშვიდობის გარეშე ადამიანის უფლებების დაცვა და ხელშეწყობა მუდმივად საფრთხის ქვეშაა. ქალები და გოგონები განსაკუთრებით ზარალდებიან კონფლიქტებისგან, ძალადობის, იძულებითი გადაადგილებით და ეკონომიკური სირთულეების გამო. სამწუხაროდ, ჩემი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი. საქართველო კვლავაც აწყდება უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევებს, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციის მიერ მიმდინარე ოკუპაციას. აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქალთა უფლებები ირღვევა, რადგან საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები არ
არარსებობს. Ამ გამოწვევების მიუხედავად საქართველო მტკიცედ რჩება ერთგული ქალთა მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებისა და ქალთა ღირსეული მონაწილეობის უზრუნველყოფის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ეკონომიკური განვითარება გადამწყვეტია, რადგან ის ქმნის რესურსებს, სამუშაო ადგილებს და სერვისებს, რომლებიც აუცილებელია ადამიანის უფლებების სრულფასოვანი განხორციელებისთვის. ბოლო წლებში საქართველო მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ეკონომიკურ განვითარებაში. ზედიზედ 10 წლის განმავლობაში საქართველო მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორისაა ბიზნესის კეთების სიმარტივის, ინვესტიციების მოზიდვისა და სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით. ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა. ბერაია სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის და საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პოზიციებს. წლების განმავლობაში იყო საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. საქართველოს ახალი ელჩი ყავს გერმანიაშიც. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე კარტოზია დაინიშნა. კარტოზია სხვადასხვა წლებში მუშაობდა განათლების მინისტრად, ასევე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევნის მერს ტიგრან ავილიანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და თბილისსა და ერევანს შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას. ერევნის მერმა აღნიშნა, რომ სომხური მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს გამოცდილების გაზიარებას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ურბანული განვითარება და სატრანსპორტო პოლიტიკა. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის, შემდგომი განვითარებისა და სექტორული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბიულეტინები თბილისის 4 სტამბაში უკვე იბეჭდება. სტამბა ფავორიტის სტილში დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარეშვილი იმყოფებოდა. პროცესს ცესკოს წევრები და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები პერმანენტულად აკვირდებიან. საერთო ჯამში იბეჭდება 3.897.500 ბიულეტინი. ბეჭდვა 21 სექტემბერს დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდება. პროცესის დასრულების შემდეგ ბიულეტინები კანონით განსაზღვრულ ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიებს მოგვიანებით კი საუბნო საარჩევნო კომისიებს გადაეცემათ. იქმნება მთავარი საარჩევნო დოკუმენტი, ეს არის ბიულეტენი და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ როგორც ჩართულმა მხარეებმა, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციამ ზედმიწევნით გაუწიოს კონტროლი და მონიტორინგი ბეჭდის პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს თავის მხრივ, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობას და საზოგადოების მიმართ მაღალ ანგარიშვალდებულებას ამ მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, მეორეს მხრივ კი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამის ხარისხზე კონტროლი, რათა ჩვენ უზრუნველყოფთ მაღალი სტანდარტების შესაბამისი დოკუმენტების დამზადება, დამკვირვებელ ორგანიზაციებთან ერთად ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გავუწევთ მონიტორინგს. საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა მიმდინარეობს 4 პოლიგრაფიულ დაწესებულებაში სტამბაში. 4 სტამბისგან 2 სტამბა ახორციელებს ელექტრონული ბიულეტენების ბეჭდვას, ხოლო 2 სტამბა ტრადიციული ბიულეტენების ბეჭდვას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ვიმყოფებით სტამბა ფავორიტის სტილში, რომელიც ახორციელებს ელექტრონული ბიულეტენების ბეჭდვას. ელექტრონული ბიულეტენების ბეჭდვა მიმდინარეობს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით. რა გეგმა აქვს ოპოზიციას 4 ოქტომბერს? ანა წითლიძის განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩევნების დღეს სპეცრაზმელების რაოდენობაზე და მათთვის წინააღმდეგობის გაწევაზე ისაუბრა. ნერვიულობენ, რომ სპეცრაზმის რაოდენობა არ ეყოფათ, თქვა წითლიძემ. მართლგუნდში ამბობენ, რომ წითლიძე ამ განცხადებით ძალადობასა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს აანონსებს, რადგან მათივე განმარტებით სხვა შემთხვევაში სპეცრაზმისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საჭიროება არ დადგება. 4000 გდდ-ს თანამშრომელი ვერ მოერევა თუ ის გაბედავს, რომ ხელი აწიოს საქართველოს მოქალაქეებზე. რატო ეშინია სპეცრაზმს? ეს ეთყობათ ძალიან ბევრ რამეში, დაცვის პოლიციას კონკრეტული რაოდენობის დაცვის პოლიციის თანამშრომლების გამოყვანას თხოვენ. ეს ფაქტის მიუთითებს უკვე იმას, რომ მათ არ აქვთ იმ რაოდენობა ადამიანების იმედი, რა რაოდენობა წყავთ გდდ-ში. შვიდობიანი იყო ყველა აქცია, მათ შორის დეკემბრის აქციები, როდესაც სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო. თუ გადაწყვეტენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაუსწორდნენ, მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციური უფლება დაიცვან თავი. ხილად იყვნენ არ მოსრიალო.
4 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას. ქართული ოცნება გაიმარჯვებს ყველა მუნიციპალიტეტში, გაიმარჯვებს დედაქალაქში, შენარჩუნებული იქნება მშვიდობა, სიმშვიდე და გაგრძელდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა. ოპოზიცია საერთოდ არ არსებობს. ოპოზიციის წარუმატებელ ტაქტიკაზე და გარეძალების მცდარ მოლოდინებზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. სპიკერი წერს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია და კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც კეთილსინდისიერადაა განწყობილი საქართველოს მიმართ, დაასრულონ დაპირისპირებისა და არათანამშრომლობის მანკიერიწრე. მისივე თქმით, ქართული ოცნება კიდევ ერთი ამჯერად ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების პირას დგას. უკვე თითქმის ერთი წელია ოპოზიციისა და მისი უცხოელი მფარველების ტაქტიკა არჩეული მთავრობის გამიზნულ იგნორირებაში გამოიხატება, რაც საქართველოს ხელისუფლების ტაქტიკურ ჩიხში შეყვანას ისახავდა მიზნად. თუმცა ნაცვლად ჩიხში შეყვანისა ქართული ოცნება კიდევ ერთი ამჯერად ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების პირას დგას. ამ წარუმატებელი ტაქტიკის ამოქმედება 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარების მცდარი გადაწყვეტილებით დაიწყო. მაშინ ოპოზიციის უცხოელმა მფარველებმა მცდარად ივარაუდნენ, რომ ისინი არჩევნებში გაიმარჯვებდნენ და მთელი ენერგია საარჩევნო კამპანიაში ოპოზიციის დახმარებისკენ მიმართეს. სწორედ ამიტომ ვიხილეთ უცხოელებისა და ოპოზიციის სინქრონიზებული პოლიტიკური გზავნილები და ავადსახსენებელი NGO კარტელის ლამის ულიმიტო დაფინანსება, რომლებიც ქართული ოცნების წინააღმდეგ საარჩევნო აგიტაციაში იყვნენ ჩართული. უფრო მეტიც, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ზოგიერთი უცხოელი ყველა დიპლომატიური წითელი ხაზის დარღვევით პირდაპირ შეუერთა ოპოზიციის საარჩევნო კამპანიას. აშკარა იყო, რომ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი თუ დიპლომატი ბაბანგზე წავიდა და უპირისპირდა მთავრობას და მხარი დაუჭირა ოპოზიციას. რადგან უცხოელებმა ასე ღრმად დაუკავშირეს თავი ოპოზიციას, მათ ოპოზიციის მარცხის საკუთარ მარცხად მიღებაც მოუწიათ. შოკი იმდენად მოულოდნელი იყო და კოგნიტური დისონანსი იმდენად ძლიერი, რომ მათ გადაწყვიტეს რეალობის უარყოფა და ახლად არჩეული პარლამენტისთვის საბოტაჟის მოწყობა. არჩევნების უარყოფის პოლიტიკა მანკიერიწრე წარმოშვა, რომელიც პარლამენტის საბოტაჟით დაიწყო და მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარით გაგრძელდა. უფრო მეტიც, რადიკალები არჩევნების ჩაშლითაც კი დაიმუქრნენ, თუმცა ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნის ტაქტიკამ არ გაამართლა. არჩევნების ჩაშლის გეგმა ჩაიშალა. საბოტაჟის მიუხედავად, არჩევნები დროულად ტარდება. ამასობაში ეს არჩევნები შეცდომების აღიარებისთვისაც შესაფერის მომენტს წარმოადგენს. მათ ვინც არჩევნების უარყოფის მანკიერი ციკლი დაიწყო, ახლა აქვთ შანსი გამოასწორონ თავიანთი მცდარი პოზიცია. გამოიჩინონ სათანადო პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტისა და სახალხო ლეგიტიმაციის მიმართ და დაუბრუნდნენ სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობების ცივილიზებულ ფორმას. ყველამ ფეხი უნდა აუბას ომებისა და საერთაშორისო დაპირისპირებების დასრულების ეპოქის სულისკვეთებას. საქართველოს 4 ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია და კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც კეთილსინდისიერადაა განწყობილი საქართველოს მიმართ დაასრულონ დაპირისპირებისა და არათანამშრომლობის მანკიერიწრე. რამე თუ ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში. პროკურატურაში ნიკა გილაურის ფონდის პროსპერითის დირექტორი ჯაბა გაბუნია გამოიკითხა. საქმე ეხება საბოტაჟის, კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. პროკურატურის განცხადებით საგამოძიებო უწყებას კითხვები აქვს აქციების მიმდინარეობისას არასამთავრობოების ჩართულობასთან დაკავშირებით. პროკურორის განმარტებით გაბუნიამ დაადასტურა, რომ აქციაზე ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებულებს ფინანსურ მხარდაჭერას უწევდნენ. მისივე განცხადებით ფონდიდან დაახლოებით 900.000 ლარის დახმარება გაიცა ჯარიმების გადასახდელად და აქტივისტების დასახალისებლად. ეს იყო ჩვეულებრივი ჰუმანიტარული აქტი, რომელიც პარლამენტის ორგანიზაცია მონაწილეობდა და იღებდა მონაწილეობას აბსოლუტურად ჩვენი საქმიანობა შეესაბამება ორგანიზაციის წესს. ეს არის გილაურის ფონდი, საზოგადოება ასე იცნობს ამ ფონდს, შეიქმნა სულ სხვა მიზნობრიობით და სხვა ამოცანებით. ეს ძირითადად იყო რეგიონების ეკონომიკური განვითარება და სხვადასხვა პროექტები, თუმცა უკვე 2024 წლის ნოემბრისთვის მდგომარეობით მისმა საქმიანობამ უკვე მიიღო სხვა ხასიათი და მათ ასე ვთქვათ ღიად განაცხადეს უკვე, რომ იღებდნენ დონაციებს და დონაციების შემდგომი ხარჯვის მიზნობრიობა გამოიყენებოდა წესდების საწინააღმდეგოდ, რაც ჰქონდათ მათ თავიდან გაცხადებული. ესე იგი, ეს იყო ძირითადად ადმინისტრაციული სამართალ
ძალდაურბების სასარგებლო ჯარიმების გადახდა და ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში დაკავებული ბრალდებულების სასარგებლოდ ფინანსური წახალისება, სხვადასხვა დანიშნულებით თანხები, ფინანსური ვალდებულებების გასტუმრება და ასე შემდეგ. რო შევაჯამოთ, ესე იგი დაახლოებით 900.000 ლარზე მეტი აქვს ამ ფონდს დახარჯული ჯარიმების გადახდაზე და ბრალდებულების და პატიმრების წახალისებისთვის. გეკა გელაძემ დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შინაგან საქმეთა მინისტრმა დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული ვითარების, მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. მინისტრმა ავჭალაში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. დღესვე მინისტრი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს და ამავე დეპარტამენტის სხვადასხვა სამმართველოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ გატარებულ საპოლიციო ღონისძიებებზე. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი. მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა და 10 ძირი მცენარე კანაფი ნივთკიცება დამოიღეს. დაკავებულებს ბრალადებად ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანა კულტივირება. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორი პირია დაკავებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით ბრალდებულები კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე სისტემატურად ახორციელებდნენ ვალუტის გაცვლით ოპერაციებს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა. დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ბრალდებულები კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე სისტემატურად ახორციელებდნენ ვალუტის გაცვლით ოპერაციებს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა. კერძოდ ჯამში ამოღებულია 4034 ლარი, 2617 აშშ დოლარი, 270 ევრო, 257834 რუსული რუბლი და 97301 სომხური დრამი. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დგინდება, რომ ბრალდებული 2014 წელს სირიაში გაემგზავრა, შეუერთდა ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ორგანიზაციის მიერ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. ბრალდებული ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის პროპაგანდას ეწეოდა. მისი მონაწილეობით ინტერნეტ სივრცეში არაერთი ფოტო და ვიდეო რგოლი გავრცელდა, სადაც ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფო სიმბოლიკა და ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ მოწოდება ასახული. მათ ბრალდება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახე და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პენსიონერებს გარკვეული საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის გამო პენსია აღარ შეუჩერდებათ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება პენსიის გაცემის პროცესს ამარტივებს. მანამდე არსებული პრაქტიკით, თუ პირადობის მოწმობასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზას შორის რაიმე შეუსაბამობა ფიქსირდებოდა, პენსიის გაცემა ჩერდებოდა, სანამ მოქალაქე ახალ დოკუმენტს არ წარადგენდა. ცვლილებებით კი პენსიის შეჩერება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაემთხვევა პირადი ნომერი, დაბადების წელი და თვე. მონაცემების შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში პენსიის გაცემა აღარ შეჩერდება და სოციალური მომსახურების სააგენტო თავად უზრუნველყოფს აი ამ უზუსტობის გამოსწორებას. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მონაცემთა ბაზებში ერთმანეთს ემთხვევა პენსიონერის პირადი ნომერი, ასევე მისი დაბადების წელი და თვე. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიახლე ყოველთვიურად დაახლოებით 1000-მდე პენსიონერს შეეხება და გაუმარტივებს მათ პენსიის მიღების პროცესს. Alibaba.com-ზე ქართული კომპანიების განთავსება დაიწყო. თავდაპირველად პლატფორმაზე 50 კომპანია იქნება. Alibaba-სთან თანამშრომლობას მომდევნო ეტაპზე კი ქართული კომპანიების რაოდენობა გაიზრდება. სააგენტო აწარმოებს საქართველოში სრულად დაფარავს წლიურ საწევრო გადასახადს, პროდუქციის პოპულარიზაციისა და პლატფორმაზე განთავსებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებსაც. სააგენტოს ორგანიზებით Alibaba.com-ის გუნდი თბილისში ქართულ პარტნიორებს შეხვდა.
ჩვენი ერთიანი მოლაპარაკებები კომპანია Alibaba-სთან დასრულდა. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ ქართული კომპანიები წარვადგინოთ ამ პლატფორმაზე. 50 კომპანიაზე არის საუბარი, რომელთაც მთლიანად დაუფინანსდება საწევრო გადასახადი. და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, ჩვენი მხარდაჭერით და ასევე სახელმწიფოსთან ფინანსებით ისინი შეძლებენ, რომ ეგრეთ წოდებული Global Gold Supplier-ის სტატუსით ჩაერთონ ამ პროგრამაში, ჩაერთონ პლატფორმაზე, რაც მათ საშუალებას ადლევს, რომ უფრო სანდო და უფრო ხილვადი პროდუქცია ქონდეთ საერთაშორისო დონეზე. ძალიან გაგვეხარდა, რომ ეს ამის საშუალება მოგვეცა ქართულ კომპანიებს, ქონდეს წვდომა ამ საერთაშორისო გაყიდვებზე, ქონდეს პირდაპირ ურთიერთობა ახალ ბაიერებთან, მოგვეცა შანსი, რომ გავიტანოთ ქვეყნის გარეთ ჩვენი პროდუქცია. პლატფორმაზე Alibaba.com კომპანიების განთავსების პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. თავდაპირველად Alibaba-ს გუნდის მხრიდან ხდება სააგენტოს აწარმოე საქართველოში მიერ შერჩეული კომპანიების ვერიფიკაცია. მომდევნო ეტაპზე თითოეული კომპანიისთვის ინდივიდუალურად იქმნება ეგრეთ წოდებული მინი ვებგვერდი, ხოლო მას შემდეგ რაც ქართული კომპანიების რაოდენობა 50-ს მიაღწევს, Alibaba.com-ზე განთავსდება ეროვნული პავილიონი. თბილისის საკრებულოს ხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 71 საკითხი განიხილეს. საკრებულოს წევრებმა ფრაქცია თბილისის საქართველოს წევრებს თამარ ხვედელიანს, გიორგი შარაშიძეს და სალომე კობალაძეს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი ცნობად მიიღეს. დღევანდელ ხდომაზე მოусმინეს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, ასევე ქონების მართვის სააგენტოს უფროსებს. დღეს ჩვენ განვიხილეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული 71 საკითხი, რომელიც უკავშირდებოდა ეგრეთ წოდებულ ისტორიულ ზონებში ირიბი კომპენსაციის საკითხებს, სადაც კაორის მატებაა და ბუნებრივია შემოსული თანხების შემდგომ უნდა მოხმარდეს ისტორიული შენობა ნაგებობის რეაბილიტაცია და ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, ასევე სხვადასხვა მშენებლობები დაზარალებული მოქალაქეებისთვის ასევე კომპენსაციებს და შემდგომ ასევე მათი რეაბილიტაციის საკითხებს, რომელიც უკავშირდება სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა კომპანიების მიერ განხორციელებულ საქმიანობას და იცით რომ მუნიციპალიტეტ უკვე ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 12,000 ოჯახი დააკმაყოფილა ამ თვალსაზრისით. ტაბახმელაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა. კომპლექსის ტერიტორიაზე, რომელიც 5,000 კვადრატული ფართობია, საერთაშორისო სტანდარტებით მოიწყო საფეხბურთო და საკალათბურთო მოედანი. ტერიტორიაზე განთავსდა 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. პადელის 2 მოედნის მოწყობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს. ასევე აშენდა ადმინისტრაციული კორპუსი, რომელიც 45 პერსონაზეა გათვლილი. აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობას საფეხბურთო სკოლები შეძლებენ. კომპლექსი დედაქალაქის მერმა დაათვალიერა. პროექტის პარკლებში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო მოედანი, ასევე მოსასვენებელი სასტუმრო ოთახები. პროექტის პარკლებში გაკეთდა ღამის განათებები. თვითონ საფარს რაც შეეხება ხელოვნური, ძალიან მაღალი ხარისხის საფარი არის გაკეთებული. საკალათბურთო მოედანი გაკეთდა პროექტის პარკლებში, პადელის მოედნებზე მიმდინარეობს სამუშაოები და ძალიან მალე იქნება დამთავრებული. ულამაზესი ადგილია. კუმისის ტბაზე სასწაული ხედები, სასწაული გარემო და ძალიან მიხარია, რომ პირველ რიგში ადგილობრივ ბავშვებს ექნებათ ნორმალური ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა. ჩვენ ვაგრძელებთ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას. ეს არის ყველაზე მსხვილი პროექტი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ განახორციელებს ატვინის რაიონმა და ამისათვის დიდი მადლობა მინდა გადაუხადო როგორც გამგებელს, ისე თითოეულ თანამშრომელს. ესეთი ტიპის ინფრასტრუქტურა პირველ რიგში იყო ჩვენი დაპირება წინასაარჩევნო და შემდგომშიც რომ ჩვენ ვამბობდით და დღესაც ვიმეორებთ რომ ჩვენ შევქმნით ისეთ სივრცეებს დედაქალაქის მასშტაბით, სადაც ბევრი ახალგაზრდა ბავშვი მათი მშობლები იქნებიან ჩართული სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესში. ამ სტადიონზე ჩვენ რომ მოვდიოდით, ადრე იყო სულ დიდი ორმოები. ეხლა კიდე ყველა ძალიან გაგვიხარდა. უფრო მეტი мотиваცია მაქვს, რომ წინ და წინ მივიწიო ფეხბურთის სფეროში. რეკლამის შემდეგ ეთერში ბრუნდება კურიერი, განვაგრძობთ გამოშვებას. იტალიის ქალაქების ქუჩებში ათასობით პროპალესტინელი მომიტინგე გამოვიდა. რომი, მილანი, ბოლონია, ტურინი, ლივორნო, გენუა და ფლორენცია. ამ ქალაქებში დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. მილანის ცენტრალურ სადგურზე პოლიციას და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შეტაკებების შედეგად 60-ზე მეტი ოფიცერი დაშავდა, დაკავებულია 10-ზე მეტი მოქალაქე.
საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა. გადაწყვეტილების შესახებ ემანუელ მაკრონმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ აღიარება ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის დამარცხებას ნიშნავს. პალესტინის სახელმწიფომ ასევე აღიარა მალტამ, ბელგიამ და ლუქსემბურგმა. ამის ფონზე პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჰამას განიარაღებისკენ მოუწოდა. გაეროში ისრაელის ელჩმა კი განაცხადა, რომ მოწოდებები არ არის მშვიდობისკენ მიმართული და პირიქით ისინი ტერორიზმს წაახალისებს. გაეროში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ემანუელ მაკრონი კორტეჟით საფრანგეთის საელჩოში გაემგზავრა, თუმცა ის პოლიციამ გააჩერა. მიზეზი ქუჩაში დონალდ ტრამპის გადაადგილება გახდა. ფრანგული მედიის ცნობით, ემანუელ მაკრონმა ამერიკელ კოლეგას დაურეკა და ინციდენტის შესახებ მოუყვა. საფრანგეთის პრეზიდენტი საელჩომდე ფეხით მივიდა. გამყოფ ხაზთან ცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2025-2026 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება. ამის შესახებ გადაწყვეტილებები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის რიგით 29 სხდომაზე მიიღეს. სხდომა კომისიის თავმჯდომარემ, რეგიონული განვითარების მინისტრმა კახა გულედანმა და თანათავმჯდომარემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თია ახვლედიანმა გახსნა. დღევანდელ სხდომაზე კომისიის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შეჯამებასთან ერთად განვიხილეთ საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები და მათი შემდგომი გადაჭრის გზები. ასევე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გამყოფი ხაზის სოფლებში ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფისთვის ფინანსური დახმარების შესახებ, ასევე 2025-26 წლებში სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების დაფინანსების თაობას. დღეს გაიმართა დროებით სამთავრობო კომისიის სხდომა, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაგრძელოთ დაფინანსება გამყოფი ხაზის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისა 2025-26 წელსაც იმ დათქმით, რომ მოხდება დაფინანსება 2250 ლარისა, ანუ გრანტის სრული ოდენობისა. წერალთა სახლში მასწავლებლების ეროვნული პრემიის ფარგლებში სპეციალურად დაკომპლექტებულმა კომისიამ საუკეთესო ისტორიის მქონე 10 კანდიდატი გამოავლინა. შერჩეულ პედაგოგებს საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დასკვნით ცერემონიაზე 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ეროვნული პრემია სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10,000 ლარი გადაეცემათ. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ყველა ნომინანტი მართლაც იმსახურებს იმ პრემიას, რომელიც 27 ოქტომბერს უნდა გადაეცეს არჩეულს და მინდა გამოვხატო მათგამი უდიდესი პატივისცემა და დავაფიქსირო მადლიერების გზნობა, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, იმ თაობებისთვის, რომელიც მათ აღზარდეს საკუთარი შვილებივით და უდიდესი ცოდნა, განათლება და რაც მთავარია, ცხოვრების გზაზე სწორი მიმართულებით წინსვლის მიმართულება აჩვენებს. მე მგონია ის საოცნებო პერიოდი დგება. როგორ პედაგოგებზეც ჩემი თაობა ოცნებობდა. იმიტომ რომ აქ ჩანს რა კრიტერიუმითაც ვაფასებთ. ის თავისუფლებები, რასაც ჩვენ ვნატრობდით, ის შემოქმედებითობა, რაც ჩვენ პერიოდში ნაკლები იყო, აქ ყველაფერი ძალიან წამოწეულია და ხელის გულზე დევს. ამიტომ მგონია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პროგრამაში პროექტი ჩემს გაკვეთილზე მონაწილე მასწავლებლებს შეხვდა. კონკურსის ფარგლებში 100 გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებული მასწავლებლები 1 წლის განმავლობაში მიიღებენ 500 ლარიან სახელფასო დანამატს, ასევე 1000 ლარს საჭირო რესურსების შესაძენად. ამოხატო განათლება არის და განათლების სისტემა ჩვენი მთავრობის გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ხართ ადამიანები, რომლებიც ქმნით საფუძველს, რომელზეც ვითარდება ჩვენი ქვეყნის მომავალი. სწორედ ჩვენმა მომავალმა თაობამ უნდა გააგრძელოს ჩვენი დაწყებული საქმეები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ესენი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანენ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ განვითარებაში.
ჩემს გაკვეთილზე ხორციელდება აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ხელშეწყობა პედაგოგებისთვის. საგაკვეთილო პროცესი გახდეს მეტად მრავალფეროვანი. ვილოცავ ყველა გამარჯვებულ პროექტს, ვუსურვებ წარმატებებს. ეს არის ძალიან კარგი და შესანიშნავი ინიციატივა, სადაც მასწავლებლებს ექნება შესაძლებლობა არაფორმალურ გარემოში მოსწავლეს მისცენ ის ძირითადი ცოდნა, რაც თეორიული სწავლების დროს ალბათ არასაკმარისი და შეიძლება ითქვას არადამაკმაყოფილებელი იქნებოდა. კონკრეტულად ჩემი პროექტი ეხება დასახლების ტიპებსა და საცხოვრებელ სახე ნაგებობებს ძველ საქართველოში. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა, რომლის შენობის სრული რეკონსტრუქცია რეაბილიტაცია განხორციელდა. მოეწყო სათამაშო მოედანი, ბაღი აღიჭურვა ახალი ინვენტარით. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტის ღირებულება 1.146.000 ლარია და ის მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. 50 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღი სრულიად კეთილმოწყობილია, აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. აღნიშნული პროექტის განხორციელებით ხობის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი აშენდა. პირობები არის გაუმჯობესებული, საუკეთესო პირობებია, საუკეთესო გარემოა და ამისთვის ჩვენი ბავშვებისათვის არის ყოველგვარი პირობა შექმნილი. ასე რომ ეს არის ადგილი, სადაც დაიბადება სიცილი, სიხარული და ბედნიერება. აჭარის კულტურის მინისტრი უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების მინისტრის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით ბუდაპეშტში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ელისო ბოლქვაძე უნგრელ კოლეგას, უნგრეთის ეროვნული თეატრისა და ფილარმონიის ხელმძღვანელებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ყურადღება გამახვილდა საქართველო-უნგრეთს შორის კულტურულ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა ქალაქის მერებთან შეხვედრა, ასევე ბატონ ნავრაჩიჩთან გავეცანით, როგორ შეიძლება იმართოს კულტურის სფეროს მენეჯმენტი. მათი გამოცდილება იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული მეგობრობა ეხლა უკვე იქნება რეგიონის კუთხით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი კულტურულ ჭრილში. სტუმართან ერთად დაუბრუნდებით რამდენიმე წამში პირდაპირ ეთერს დაუთმობთ ვალერიან პაპუაშვილს, რომელიც არის ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი საანზნორის საარჩევნო ოლქში. ის 2015 წლიდან ნაძალადების გამგეობაში მონიტორინგის სამსახურის მთავარ სპეციალისტად მუშაობდა, 2020 წლიდან ამ დრომდე კი ნაძალადების გამგეობაში საანზონის საუბნო განყოფილების უფროსის პოზიციას იკავებდა.